მთები ვარსკვლავებს ბარში მწყემსავდნენ. ბნელში გართხმულის დუმდა ზეგანი და თქვა იესო. მამლის მესამე დაყივლებამდე ერთი თქვენგანი მიღალატებსო და შეკრთა მაშინ ჩვენი სერობა თითქოს სუფრაზე უცებ დაესწრო თვით ანგარება და პირფერობა. ქრისტე კი ჭხირით ქეკავდა ნაცარს და სტამაშებდა პირზე ღიმილი და მწიფდებოდა ღალატის მსგავსად ფანჯრის გადაღმა მამლის ყივილი. ვდუმდით დუმილმა სული დაღალა იწურებოდა დათქმული ვადა და დაიყივლა ერთხელ მამალმა და ეს ყივილი გასროლას გავდა. მერე მოვარდა სიოფრთამალი და ფლითა შავი ღრუბლების ფარჩა. უკვე მეორედ ყივის მამალი მოღალატე კი არ ჩანს და არ ჩანს. ნუ თუ მოტყუდა შეცდა მოძღვარი ბძენი მისანი სულის თამადა. გაცამტვერდება მყის სალოცავი მისი ნათქვამი თუ ვერ გამართლდა. ვეღარ უშველის დაღუპულ იმედს ვერავითარი ლოცვა ღაღადი. მოკვდება ღმერთი თუ ახლა ვინმემ არ ჩაიდინა ჩვენში ღალატი. უნდა ვითაო ეს უმძიმესი საქმე გავიღო მსხვერპლი საჩინო. უნდა გავწირო კაცი იესო ქრისტე ღმერთი რომ გადავარჩინო. ჩქარა ცისკიდეს ვარსკვლავი მოწყდა ზეცა გაწითლდა როგორც მოცხარი და მე ავდექი ვემთხვიე მოძღვარს და ჯალათებმა იცნეს მოძღვარი.